ის ტახტზე 18 წლის ასაკში ავიდა და მის მმართველობას ოქროს ხანა ეწოდა. ეს არ გახლავთ უბრალო ხატოვანი ფრაზა, არამედ ფაქტი. მისი ზეობისას საქართველო იქცა ძლიერ სახელმწიფოდ, რომლის სული, რწმენა და სურვილი ერთ მთლიანობად იქცა. თამარის პირველივე რეფორმებით აღდგა სახელმწიფოებრიობის განცდა, დამყარდა სამართლიანობა და აილაგმა ფეოდალური ბოროტება. იმ დროისთვის ეს ისეთი პროგრესული ნაბიჯი იყო, რომ ევროპაში მსგავსი სტანდარტები მხოლოდ საუკუნეების შემდეგ შევიდა. თუმცა ამ ჰუმანურობას ყველა არ უჭერდა მხარს და თამარის პოლიტიკამ ბევრიც გაანაწყენა. თამარს გაუჩნდა მძლავრი ოპოზიცია, გავლენიანი ფეოდალები, ეკლესიის ნაწილი, რომელიც ცვლილებებს ვერ ეგუებოდა. თუმცა ახალგაზრდა მონარქს უკან არ დაუხევია და სწორედ აქ იწყება მისი მატიანე. თამარმა შექმნა ძალა, რომელიც ისტორიაში გიორგი მესამის ერთგული გვარდიის სახელითაა შესული. მაგრამ სრულყოფილი სახე სწორედ თამარ მეფის ეპოქაში შეიძინა. ეს იყო სამხედრო ადმინისტრაციული ბირთვი, რომელიც სამეფოს მიმართ უკომპრომისო ერთგულებას იჩენდა. თამარი თავად გადავიდა შეტევაზე და თურქებსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებს პირველი დარტყმა თვითონ მიაყენა, არა თავდაცვითი პოზიციიდან. მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური სიტუაცია მოაწესრიგა, თამარმა დაიწყო დინამიური გარე პოლიტიკური ბრძოლა. კაფიოდ გააულა საკუთარი ტერიტორიების საზღვრები და მტკიცე ხელით დააფიქსირა საქართველოს ძლიერება რეგიონში. შექმნა სამხედრო ელიტა, რომელიც სწრაფ და მოულოდნელ შეტევებზე იყო გაწვრთნილი და ორიენტირებული. დადგა დრო, როცა საქართველო თავდაცვით ხაზზე აღარ იდგა, ის გახდა ინიციატორი. თამარი ერთ-ერთი იმ მცირე მეფეთაგანია, რომელიც კრიტიკულ მომენტებში ლაშქარს თავად უდგებოდა სათავეში. მისი არმია ღვთისშეწევნითა და მკაცრი ორგანიზაციით იმარჯვებდა ბრძოლებში, სადაც მოწინააღმდეგე რაოდენობრივად ბევრად აღემატებოდა მას. ქართველთა ამ ეპოქის ბრძოლებზე ევროპაში ლეგენდებს ყვებოდნენ. თამარის შიდა პოლიტიკა იმდენად ძლიერი იყო, რომ მის წინააღმდეგ შექმნილი კოალიციები ადვილად ინგრეოდა. მისი მთავარი სტრატეგია იყო ფეოდალთა ძალაუფლების გაწონასწორება, ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნება, ცენტრალური ძალის გაძლიერება და ზუსტი სამხედრო სტრატეგიული გათვლები. ეს იყო გონებისა და ძალის იდეალური შერწყმა. თამარის ეპოქა ერთადერთი პერიოდია, როცა საქართველო რეალურად იქცა რეგიონულ ცენტრად. ამ დროს გაძლიერდა განათლების სისტემა, არქიტექტურა, ხელოვნება, ლიტერატურა. რუსთაველი სწორედ ამ ეპოქის სინათლიდან იშვა და ეს არ იყო შემთხვევითობა. თამარ მეფის გარდაცვალება დღემდე საიდუმლოდ რჩება. ერის მეხსიერებაში კი თამარი დარჩა როგორც მეფე და დედოფალი, მხედართ მთავარი და დედა, გაჭირვებულთა შემწე მფარველი და მოღალატეთა შურისგება. სიმშვიდით შემკული, გონებით ამაღლებული, სულით წმიდა და გულით მნათობი. მეფეთა მეფე და დედოფალთა დედოფალი. ერის დედა თამარი.